უფრო მძიმე ფსიქოლოგიური წნეხია თუ ფიზიკური? თანაბრად. თანაბრად არის, მაგრამ გააჩნია შენს მდგომარეობას რა. ჩემთვის მიხედვით იმისა, რომ ვარჯიშობდი და ფიზიკურად არ ვიყავი მოუქნელი და ესე ვთქვათ, გაუწვრთნელი, ძალიან გამიჭირდა ფიზიკურად. იმიტომ რომ ნახე, აი, ბევრი რაღაცა არის ფიზიკური აქტივობას ჩემთვის, როგორც სპორტსმენის მოსდევდა შემდეგ კარგი დაზუსვენება, აღდგენა, კვებითი აღდგენა, ფსიქოლოგიური, მორალურიც და ვიცოდან მიჩვეული მქონდა ესე რომ ვთქვათ, ტვინი რომ აი ვივარჯიშებ ბოლომდე, მაგრამ მე შხაპს მივიღებ, შოკოლადს მივიღებ, შაქარს მივიღებ. ეს ყველაფერი არ არსებობდა, ანუ ჩვენ და ანუ არ მინახე გავამზაფხო, შეგვიძლია მას დაიჯეროს, მაგრამ რამოდენიმე კვირაზეა საუბარი, საერთოდ შეხება არ ქონია შხაპთან, ანუ მართლა არ ქონია. საველე პირობებში. საველე პირობები არ იყო, ყაზარმული პირობები იყო, მაგრამ ამბობდნენ რომ გამართული არ არის ეს საშხაპეები და შესაბამისად წყალი არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ წყალი იყო გარეთ. აი ესე პირდაპირ რო ავხსნათ ახლა, აი წარმოიდგინეთ რაღაც საშუალო ზომის პლასმასის მილი, რომელიც არის გახრეტილი მრავლად, ანუ მოუშვებ ერთ მხარე დაკეტილი და მოუშვებ და ყველა მხარეზე ასხავს წყალს. ანუ რაღაც სარწყავი სისტემა იყო ქვეშ ესეთი ნერჟავეიკის უჟანგავი რკინის ის იყო რაღაც ნიჟარა თლიან სიგრძეზე და აქ ვიბანდით რა. ანუ აქ ძირითად გასუფთავებას აქ ვაკეთებდით და პირველ დღეს, პირველ კვირას ცოტა წარმოუდგენელი იყო. ანუ ეგ იყო დისკომფორტი ჩემთვის, ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. და მერე ისე შევეჩვერო მაგაზე არც თავარი იყო რომ იქ ყოფილიყო წყალი, იქაც არ იყო ხოლმე მილშიც, არ იყო საკმარისი. ობიექტურად მართლა არ იყო თუ ესეც რაღაცა გამოცდის ნაწილი არის? იცი რა ვერ გეტყვი, იმდენად ქაოტურად დასრულდა ეს ყველაფერი, რომ ეჭვი გამეჩნდა რომ უბრალოდ იყო, მაგრამ არ ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რითაც უნდა ანუ შემადგენელი ნაწილი. ხო რა. იმიტომ რომ შევედით მე საკმაოდ მოძველებული ძველი კი არა ესეთი რამოდენიმე თვის ან წლის ის იყო უკვე დუშები რა, ესე რომ დროშებედით და მოწესრიგებული ჩეულებრივად, ანუ მივხვდით რომ იყო, მაგრამ არ გვაძლევდეს. აი, რატო კითხე ეს ფსიქოლოგიური ფიზიკური? მე, ანუ ჯარში ნამყოფი არ ვარ, შესაძლოა კარანტინი გავლია, მაგრამ რა თქმა უნდა გადაღებული მაქვს დოკუმენტურ ფუნქციებად, შენც იცი. მაკედან მახსოვხარ სხვადასხვაის. და აი ეს ჯარში მოსვლის ნაწილს რო ვიყებდით, ეგ მართლა ანუ რა უნდა მოხდეს ეგ ამბავი რომ და მაგ ფილმიდან ბევრი რაღაცა გადაღების ნაწილი დავიწყებდი, მაგრამ ეგ არ დამოვიწყდება არასდროს, რომ ეს რაღაცა ავტობუსებით შემოყავთ ეს პირადი შემადგენლობა, ავტობუსის კართან ხვდება სერჟანტი, გაბრახონებს, ჩამოდი, მოაწყოს ღრიალით, ყვირილით, მოეწყო, ყველა მოეწყო, ესენი გაოგნებულები არიან საერთოდ ვერ ხვდებიან სა ავტობუსის წინ მოაწყოს და მივიდე და ერთი ეს სახესთან მივიდე და უხურს. გაიგე შენი სახელი, რა ქვია? მე ყველაღრა. არ მასვი. აი გავიშალებული. აკადეთ თქვენ არაფერი არ იცოდი. ეხლა ისწავლით აქ ყველაფერი. შენ ხარ კლდე. კაი, და მე ოღონდ შორტს გადავ, მე შენ ხარ კლდე და აქ ბიჭო ვერ გავიგე. ეგ ვაფშე მართლა ვერ გავიგე. მეთქი რატო აყენებ შეურა ყველაფერი შეურაცხყოფის მიყენება რა. აი და მე რომ იმას კლდეს ყვირის თურმე რა და ამიტომ გონია რომ ეს მაინც რაღაცა სპეციალურად იყო შერჩეული დარწმუნებული ვარ ეს სიტყვა რომ ეს ფსიქოლოგიური ნაწილზე ყოფილიყო რომ რაღაცა და ხო და ამიტომ აი ეს ფსიქოლოგიური რა საჭიროა საერთოდ რა ანუ აი რატო არ შეიძლება რომ რაღაცა მობძანდით აი ვისი აუხსნა რა ადამიან ყვირილის გარეშე ადამიანურ ენაზე აუხსნა სად მოხვდა აი ჩემი შეხედულებით ჩამოვაყალიბებ რა თქმა უნდა და ცოტა ანალიზსაც გავაკეთებ დავაკავშირებ დღევანდელობას სხვა ქვეყნის გამოცდილებას მაშინდელს და ეხლანდეს პლუს ჩვენსაც შევურევ ანუ იმ პერიოდში კარანტინის ეს ფორმა ანუ ეგრეთ წოდებული boot camp-ის მიღება პირველი ტრანსფორმირება ადამიანის სამოქალაქოდან ან ყურადღების გაფანტვა და აქეთ გადმოტანა ჩვენსკენ ან სამხედრო დისციპლინისკენ იყო ასეთი ფორმით ყვირილით ხმაურით შოკით პირველი შოკი ესე რომ ვთქვათ ანუ ყველა იმ პირობის ჩამორთმებით და ბენეფიტის ჩამორთმებით რაც შეიძლება სახლში ქონდა რაღაც დედამისი ულაგებდა მეუღლე ულაგებდა უწესრიგებდა მოკლედ აი საერთოდ ყველაფერი უნდა წაართვა ეს ყველაფერი და მისცე
შესაძლებელი tools ესე რომ ვთქვათ, უნდა მის შესაძლებლობები და ხელსაწყოები რომ თვითონ გაიღვიძოს, თვითონ მოიწესრიგოს თავი, მოუაროს თავის პირად ჰიგიენას, პირად ნივთებს, გარკვეულწილად აწარმოოს დღის განმავლობაში გეგმა და აი ეს ყველაფერი არ არის მარტივი ხა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღესაც მიმაჩნია რომ არ არის მარტივი. მაშინ იყო ესე ყვირილით, წევილით. მაშინ ავტობუსები მე დაახლოებით ხვდები რა პერიოდზე იყო, ცოტა აქეთ იყო ალბათ. იმიტომ რომ მაშინ ავტობუსები არ იყო, საერთოდ ვინ საიდან მოდიოდა, ზოგი ღობიდან გადმოცვლებოდა ხოლმე, ჭიშკარი არ იცოდა სადან მართლა ვიძახი რა და ეგ ყველაფერი ანუ ეცვად, ეხურად იქცეოდნენ, ყვიროდნენ და საუბრობდნენ როგორც ამერიკელები ერთ-ერთზე, მე როცა უკვე ხედავდით და ცოტა ისე გავლენის ქვეშ ვიყავი რამოდენიმე წელი კიდევ და ყოველთვის მინდოდა რომ ესეც სერჟანტი გამختارიყავ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის იდეალური სერჟანტი. მართლა გეუბნები დღემდე დიდი პატივისცემით თითოეული სერჟანტის მიმართ, ის სერჟანტები ანუ ჩემთვის მართლა უცვლელი ადამიანები არიან ავტორიტეტულად და დიდი ხანი მართლა მეგონა რომ ეს ადამიანები საერთოდ არც ეძინათ. ამბობდნენ რომ არ უძინავს ჩვენ ყოველთვის გიყურეთ და მართლა გვეგონა რომ არ იძინათ, რომ სულ ყოველთვის ფეხზე იყვნენ. როცა რაღაცა სულ იქ იყო. ხო, ანუ იცოდნენ რა საკეთებდნენ, იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. და ეს ყველაფერი იყო მაქსიმალურად გადმოტანილი, ესე რომ ვთქვათ, ამერიკულიდან, იმიტომ რომ მათ გავლენა ჰქონდათ, ისინიც ამ დაახლოებით ამ წვრთნებს გადიოდნენ. ეხლა პარალელურად რომ გავალოთ ამერიკაში, ამერიკელებს აქვთ drill sergeant-ის კურსი, ინსტიტუტი ძალიან დიდი. და ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს რომ როგორ დახვეწონ, ესე რომ ვთქვათ, როგორ მოახდინონ შოკი პირველ რიგში სამხედროებზე, სამოქალაქოებზე გადმოიყვანონ და რა თქმა უნდა რაღაც განვითარება, თვითონ ორგანიზაციული განვითარებაც თანდევი პროცესია საზოგადოებრივ განვითარებას. ეხლა ხანს მიიღეს სხვათა შორის, რაც ჩემთვის მანამდე საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, საჭიროებას ვერ ხედავდი, ალბათ რაღაც ეგრეც არის, მაგრამ მე ხლა წავიკითხე თვითონ მაგ ორგანიზაციის ჩემი მეგობრები მუშაობენ ამერიკაში მაგ ორგანიზაციაში და მე მქონდა მიმოწერა პატარა და ნუ ჩემი კითხვები დავსვი ესე რომ ვთქვათ. მოგეთ ესეთი სიტუაცია, ანუ ამოიღეს მაქსიმალურად ეს ყვირილი, წივილი, ანუ ეს შოკი, რაღაც სხვადასხვა სიტყვები, დამამცირებელი სიტყვები და მაქსიმალურად დავიდნენ აი როგორ ანუ საწყისი ეტაპები დაიწყეს თვით შეგნებაზე ორიენტირებული მოქცევებზე, ანუ დახვედრაზე. ანუ გამარჯობა, ჩვენ ვართ ეს ორგანიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ, რომ გარდაიქმნათ მაქსიმალურად სწრაფად და ნერვული დაზიანების გარეშე სამხედროებად და ანუ იქნებით მზად რამოდენიმე კვირაში, რომ დაიწყოთ უკვე თქვენი პროფესიული ზრდა. და ეს ტექსტი ეს დაახლოებით ეს არ ვციტირებ ზუსტად, ჩემი პერიფრაზირებით, დაახლოებით ეს ტექსტი იკვეთება, ანუ ამათ პატარა მოკლე ვიდეო, რასაც უყურე.